ბავშვებო, არ გეინძრეთ, ჩიტი გამოფრინდება. ლიტერატურული თეატრი გთავაზობთ მურიგ სიუჟეტს პროექტის ფარგლებში, როცა ერთმანეთს ვჭირდებით. ამჯერად ძალიან საინტერესო ადამიანთან ვართ სტუმრად. ის გახლავთ სოფელ ფარცხნალის მკვიდრი ბატონი ღედიკო შველიძე, რომელიც ხარაგაულში თითქმის 60 წლის განმავლობაში მუშაობდა ფოტოგრაფად. ხარაგაულში არ არის ოჯახი, სადაც ბატონი ღედიკოს მიერ გადაღებული ფოტო არ ინახებოდეს ფოტოალბომში. პროფესიით მე ვარ ხარატი, ტოკარსო უძახიან. მაქვს 4 ჯერ გაკეთებული ოპერაცია. ჯანმრთელობა მქონდა ცუდი და ჩემი მძიმე სამუშაოზე მუშაობა არ შეიძლებოდა და მოვკიდე ხელი ფოტოგრაფიას. კაკულია იყო ხარაგაულში ფოტოგრაფი და მისგან მიყიდი აპარატი და ასე დავიწყე ფოტოგრაფობა. სრულიად ახალგაზრდა ვიყავი. ნაქირავე ბინაში ვიყავი და ნაქირავე ბეზდოში. თევო კაცი დაზის სეზონში. ფოტოგრაფია ადვილი არ არის. ზოგს ადვილი გონია. თუ რეტუში არ იცი ნეგატივის გასწორება, არაფერი ფოტოგრაფი არ ხარ მაშინ. ესე დანახული მქონდა სხვასთან და ჩემისით ამაზე მაცადინოდი. მაშინ ასეთი კარგი პილიონკები კი არ იყო, ახლა რო არის. გასწორება უნდა და რამე თუ ცოტა მარჯვენას ყველა ფანქრით არ სწორდებოდა. კოხინოლი უნდა ყოფილიყო ფანქარი, რომ არც უნდა დატყვებოდა ნეგატივზე და არც ხაღაძე თუ უშნოდ გააკეთებდი, ხაღაძე დაერტყებოდა ნახაზები და რამეები. თანდათან ჩემისით გავანვითარე. თბილისში და ჩავდიოდი და უკვირდებოდი ფოტოგრაფიებს, რომ რანაირად აკეთებოდა. თითქმის 60 წელი ვიმუშავე მეტი კიდე ხარაგაულში ფოტოგრაფად. მილიონობით ფოტო მაქვს გადაღებული. ხარაგაულში ოჯახი არ იქნება ისეთი, რომ ჩემთან ბავშვები არ ყავდეს მოყვანილი და გადაღებული. სპეციალურად მქონდა ბავშვების სათამაშოები. ცხენი, ირემი, მანქანა ბატონო და რაკეტა ბავშვებს აჯენდნენ სიდა ხალხი და უღებდი სურათებს. აპარატი იყო დასადგმელი 9-12-დაც იყო და 13-18 და 18-24-დაც იყო. ვის რანაირად თუ იმისი სპეციალური ობიექტივი არ ეგებოდა ზედე, იქიდან სურათს ვერ გადაიღებდი. მე ვეძებდი ისეთ ობიექტებს, რომელიც კარგი და კარგი უნდა ყოფილიყო. გოგუები როგორც შემოდიოდნენ გადასაღებად, მეუბნებოდნენ, რომ ისეთი კარგი გადამიღე, რომ ვიტრინაში ვიყო გამოკრულიო. იყვნენ ასეთი გოგუებიც. ახლა ყველა ერთნაირი კი არ იყო სახეზე, მაგრამ ამას მე ნეგატივს ვალამაზებდი. ზოგს ნავოჭები ქონდა, გოგუებს ზოგს რაღაცა და ამას ამ ნავოჭებს მე უსწორებდი. არ თქვას ფოტოგრაფმა, რომ ვინმე გადევიღე და დაბეჭდოს, რომ ესე ნატურალურიო. თუ ცოტა მხატვრობას არ გესმის და არ გეხერხება ვერაფერს, მე ამას ვიტყვი, რომ თუ ფოტოგრაფმა ნეგატივის გასწორება რეტუშს უძახიან, ის არ იცის რეტუში, ისი ფოტოგრაფი არ არის. კაის და კაის ვეძებდი მასალასაც. მოსკოვიდან მოდიოდა მატარებელი და ხარაგაულის სადგურზე დავხვდებოდი, გადმომცემდნენ და მატარებელი წევიდოდა და მე აქეთ მოვდიოდი. ჩემ დროს ფოტოგრაფები იყო სიმონ კაკულია, ბატონო დანიელი ჟვიტიაშვილი, ნესტორა ბუხნიკაშვილი,
დანიელ ვიტიაშვილი იყო ხუთაიზელი ებრაელი. ცოლი მყავდა ავად და ჩემი ცოლისთვის რო ყურადღება მიმექცია და მიმეხედა დავანებე საყვარელ ჩემ ფოტოგრაფიას თავი ჩემი ცხოვრების საინტერესო წლები იყო ხარაგაულში რომ ვუშაობდი. უმეტესობა მე მაწყდებოდა გადასაღებად. ზოგს მაგალითად ხო ვიცოდი რომ ბავშვებს უჭირდა და საერთოდ ხო იღებდნენ და რა ისი ფული არ ქონდა იმას. გულს არ ვაწყვეტიებდი, მაინც უბეჭდავდი და ვაძლევდი. სურათებს ბოლოსი ეწერა მხატვრულად ფოტო რედიკო შველიძის. მიყვარდა მეფუტკრეობა. 96 ოჯახი მყავდა. თავიდან უკვირდა მეფუტკრეებს ვიდან უვლიდი ამდენს. იქაც ვუშაობდი, აქაც. მენატრება ის დრო, როცა შემეცლოდა ადამიანებს ვიღებდი და ჩემს საქმეს უძღოდი. ვახარებდი ადამიანებს. ძალიან საინტერესო საქმეს ვემსახურე 60 წელი. ბედნიერი ვარ რომ გავაბედნიერე ბევრი ადამიანი. მე მინდა ყველა ის ადამიანი ვადრაგზელო, ვისთვისაც მე 60 წლის განმავლობაში ერთი ფოტო მაინც გადამიღია და ეს იქნება მთელი ხარაგაულის ხალხის სადღეგრძელო. მოემზადეთ, არ გაინძრეთ, ვიღებ. ზოგი იქით ბავშვობაში, ზოგი აქეთ დიდობაში, ზოგი აქეთ დიდობაში. ის დღეები მელადრება, გულსავსე და მხიარული.